შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის 30 აპრილს ხელი მოეწერა ისტორიულ ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს უკრაინის იშვიათ მიწათა ელემენტებზე მისცემს წვდომას საინვესტიციო ფონდის შექმნის სანაცვლოდ. Thanks to President Trump's tireless efforts, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დაუღალავი შრომის შედეგად, რათა მიაღწიოს გრძელვადი ამ მშვიდობას, სიამაყით შემიძლია განვაცხადოთ დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის შექმნას. ეს პარტნიორობა საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს განავითაროს უკრაინის საინვესტიციო გარემო და დაეხმაროს მას ეკონომიკის აღდგენაში. უკრაინის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ფონდი უკრაინაში გლობალურ ინვესტიციებს მიიზიდავს. შეთანხმების პირობების თანახმად ყველა რესურსი უკრაინის საკუთრებაში რჩება და ის ინარჩუნებს უფლებას თავად გადაწყვიტოს, სად და რას მოიპოვებენ ამერიკელები. შეთანხმება აგრეთვე ავალდებულებს ვაშინგტონს უკრაინას მეტი ინვესტიციისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში დაეხმაროს, ხოლო ამ ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები არც ერთ ქვეყანაში არ დაიბეგროს, რათა მოგების მაქსიმიზაცია შეძლონ. მხარეებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ამრიგად ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და ვარაუდობ, რომ ისინი ამ შეთანხმების პირობებს შეასრულებენ. ეს საქმე სკოტ ბესენს მივანდე და მან ის შესანიშნავად შეასრულა. მაგრამ ჯერ ამ შეთანხმების შედეგები არ გვინახავს. ვეჭვობ, ნახავთ. დოკუმენტის თანახმად მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ კიევს შეერთებული შტატების მიმართ ფინანსური ვალდებულება არ აქვს. ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისგან $100 მილიარდი უკვე მიწოდებული დახმარების ანაზღაურებას მოითხოვდა.